ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების პარალელურად დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მაჭახელას ულამაზეს ხეობაში შეუძლიათ. ეთნო, ეკო და ისტორიული ტურების მოწყობა მაჭახელაში განსაკუთრებით ცხენოსნობის და თევზაობის მოყვარულებს დააინტერესებთ. თემას პირდაპირ ეთერში თამთა მეგრელიძე განაგრძობს. თამთა, კიდევ რას თავაზობენ ვიზიტორებს მაჭახლის ხეობაში? დიახ, ნინო, პირველი რითიც მაჭახელა იზიდავს ტურისტებს, ეს არის ველური ბუნება და ხეობის ისტორია, რომელსაც არის ცნობილი მაჭახლის ხეობა. მაჭახელაში განსაკუთრებულად კარგ პირობებს ეთნოგრაფიულ და ისტორიული ტურის მოყვარულებს თავაზობენ. წელს კი გარკვეული სიახლეები დაიგეგმა მომსახურების კუთხითაც. გარდა იმისა, რომ ტურისტებს შეუძლიათ ჩაერთონ საექსკურსიო ტურებში, სპეციალურად მათთვის და სპეციალურად ამ ტურისტული სეზონისთვის, მაჭახლის კვიდმა რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაწყვიტა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლს ოფიციალურად მისცეს guest house-ის სტატუსი, რაც მათ დაეხმარება დამატებით შემოსავლის მიღებაში და აქ მიიღებენ ტურისტებს. მოკლედ, როგორ ემზადებიან მაჭახელის ხეობაში ტურისტების მისაღებად ახალი ტურისტული ბაზით, ახალი გეგმებით და პოტენციალით, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ებრაელმა ტურისტებმა ეკოტური მაჭახლის ხეობის ყველაზე მაღალი სოფლიდან დაიწყეს. მაჭახელაზე პირველ ტურისტულ შთაბეჭდილებებს ისინი ფოტოობიექტივში აფიქსირებენ. უცხოელების ჯგუფი ბათუმში დასასვენებლად ერთი კვირით ჩამოვიდა. მაჭახლის ხეობა კი მათთვის მთაში დასვენებისა და ბუნების წიაღში გასეირნების საუკეთესო საშუალებად იქცა. მაჭახლის ისტორიას უცხოელ ტურისტებს ადგილობრივები აცნობენ. I heard about the Georgian people. უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ვარ. თავიდანვე გადავწყვიტეს, რომ ზღვასთან ერთად რამდენიმე დღე მთაშიც გაგვეტარებინა. აღფრთოვანებული დავჭით ამ ხეობის სილამაზით. ქალაქიდან ასე ახლოს ასეთ პირობებს არ ველოდით. გარდა იმისა, რომ აქ შესანიშნავი ბუნება და არაჩვეულებრივი კერძებია, არ შემიძლია არ აღვნიშნო აქაური ხალხი, რომლემაც გაგვაუწეს უშუალო და გულღია დახვედრით. აქ ისეთი სილამაზია, რომ ეს აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახო. Are very simple people. Very nice. ბათუმში და საერთოდ საქართველოში პირველად ვარ. მეგობრებმა გადავწყვიტეთ ერთი კვირა კარგ გარემოში გაგვეტარებინა და ამისთვის აჭარის ზღვისპირეთი ვარჩიეთ. არც შემცდარ ვართ. მთელი დღე ამ ხეობაში ვართ, მინდა დავტკბი ამ ბუნებით. დაუსრულებლად ვისმინო ამ გმირი ხალხის ისტორია. ადგილობრივებთან ერთად მაჭახლის ხეობის ისტორიას ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი ინახავს. ტურისტებისთვის აქ მე-16-მე-17 საუკუნის მაჭახელა ცოცხლდება. აქვე შეიძლება ამავე საუკუნეებში დამზადებული თოფის ნახვაც, რაც დღემდე მაჭახლის ხეობის სიმბოლოდ ითვლება. თოფთან ერთად მუზეუმში უძველესი ქართული ორნამენტები, ძველი მაჭახლელების ცხოვრების წესი და ხეობის გმირული ისტორია ინახება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. წლის განმავლობაში მაჭახელას ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს 2000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობს. აქ მოსული სტუმარი გაეცნობა იმდროინდელი მაჭახლელი ხალხის ჩაცმულობას, სახეობას, ეთნოგრაფიას და სხვას. ესე იგი, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპარი მაჭახლელი ადამიანები და რაც შეეხება ტურისტებს, ტურისტები წლის განმავლობაში საკმაოდ ჰყავს. ესე იგი, მუზეუმში შემოსული სტუმრებიდან დაახლოებით შემოდის 2000-მდე ტურისტი, მათგან 700-800 უცხოელი ტურისტი გვყავს. მაჭახელაში ერთიან რამდენიმე დღის გატარების სურველებისთვის წელს კიდევ ერთი სიახლეა. ტუროპერატორი ოქროს საწმისი ტურისტებს სპეციალურ საექსკურსიო მომსახურებას თავაზობს. ტურისტების ჯგუფს ტრანსპორტი მოემსახურება. მთაში გასეირნების შემდეგ ტურისტებს მაჭახელაში უკვე არსებულ ტურისტულ ბაზაზე მიიღებენ, სადაც ექსკურსიის მონაწილეებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლებიან. ტურისტებისთვის აქვე ფოლკლორული სანახაობაც გაიმართება. У нас очень большая программа. ტუროპერატორის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ხეობის არაჩვეულებრივ ტურისტულ პოტენციალში დავწმუნდი. უკვე შეუთანხმდით სასტუმროების მფლობელებს, რომ ტურისტების ჯგუფს ჩვენს მომსახურებას შესთავაზებენ. ჩვენ დავგეგმეთ საექსკურსიო მომსახურება და აქვე ავაშენეთ ტურისტული ბაზა, სადაც ჩვენ სტუმრებს დასვენების საშუალება ექნებათ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს გამოცდილებას შემდგომში სხვებიც გამოიყენებენ და ამ ხეობაში კიდევ უფრო მეტი ტურისტული ინვესტიცია ჩაიდება. სანამ მაჭახელაში პირველი საოჯახო სასტუმრო გაიხსნება, ტურისტების მისაღებად ადგილობრივები მზად არიან. guest house-ის ტიპის ტურისტულ მომსახურებაში ოთახის რამდენიმე ღამით ქირაობა და ნატურალური კერძებით უზრუნველყოფა შედის. მაჭახლის ხეობის ცხოვრებლები ტურისტული გამოცდილების მისაღებად ემზადებიან და ამბობენ, რომ ეს მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. შემომატება გვექნება უფრო ფინანსურადაც ყველანაირად და მზად ვართ, რომ მივიღოთ და გავუმასპინძლდეთ მათ. დადიან ხეობის სანახავად დადიან. კი, დადიან თავისთავად. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის ხოთაშორის. შეგვიძლია ყველაფერი უზრუნველყოთ, ყველანაირად. რა ვიცი და ამისთვის შესაბამისი პირობებიც ექნებათ. მობრძანებულ სტუმრებს ჩვენთვისაც შემოსავალი იქნება ეს ერთ-ერთი.
მთის ჰაერის და ნატურალური სამზარეულოს გარდა მაჭახლის ხეობაში საუკეთესო პირობებს ცხენოსნობის და თევზაობის მოყვარულებს თავაზობენ. მთის ტურიზმის განვითარებასთან ერთად აქ სპეციალური ტურები სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმება. მოინიშნება საპიკნიკე ადგილებიც. ვინც დაინტერესებულია მთის ტურიზმით და გადაწყვეტს მაჭახელას შემოსვლას, ძალიან მრავალფეროვანი სანახაობა ელოდება, ძალიან წამტაცი ბუნებაა. გვაქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ასევე მატერიალური კულტურის ძეგლები გვაქვს, არის თაღიანი ხიდები, არის ჩიქუნეთის ციხე, არის მარნები. მაჭახლის ხეობა აჭარის 14 ტურისტულ მარშრუტს შორისაა. უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის ხეობაში ეკოტურის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში გასცემენ. ასე რომ მათ ვისაც გინდათ ჩაერთოთ საექსკურსიო ტურში, ნახოთ მაჭახლის ხეობა, ყველაფერი საკუთარი თვალით, რაც ხდება, ეს ისტორია, ეთნოგრაფია, ყველაფერი ის, რასაც გთავაზობთ მაჭახლის ხეობამ, თქვენთვის მუშაობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ბათუმში და მუნიციპალურ ცენტრებში, ასე რომ შეგიძლიათ მათ მიმართოთ და ჩაერთოთ ამ ტურებში.